ესე იგი გიორგის დავალებას გადავხედოთ პირველ რიგში, აი აქ რა დავალებაცაა მოცემული. ანუ ახსნათ როგორ გავაკეთოთ ჩვენი პრეზენტაცია. ნუ პირველ რიგში შევიდეთ აი ამ ვებგვერდზე. დავაჭერთ და პირდაპირ გადავა. ნუ ჩემი გადასულია უკვე და აი აქ შევალ სახელმწიფო შესაძლებლობის ვებგვერდზე. და ჩვენს ჩემ ჩამოწერილ ვადებში რაოდენობები არის გათვლილი 307-დან ზოგ შეიძლება 320 მოუწიოს. თუმცა ეს რაოდენობა 5 და 10 არც თუ ისე ბევრია განსხვავება და არაფერი უჭირს. აი ავირჩევთ ამ შუალედს, დროის ამ შუალედს, შემდეგნაირად. რეგისტრაციის თარიღში, დაწყების თარიღში მივუთითებთ 1 იანვარს, დასრულების თარიღში აქ პირობითად მოხს მითითებული ამ წუთას. მაგრამ მოვძებნით აი ასე გადასვლა გადმოსვლით და მივუთითებთ რაც იქ გვაქვს მოცემული. შემდეგ ჩვენს მიერ გამოგზავნილ კოდში, შესყიდვის კატეგორიაში შეგვყავს აი ეს კოდი 454000. და CPV კოდის მითითება არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ შეიძლება CPV კოდით ძალიან ბევრის მითითება დაგჭირდეს და ყველად გაგვირთულებს სამუშაოებს. მე Excel-ში ჩამოვწერე თუ რა მონაცემები უნდა ამოვწეროთ აი ამ ინფორმაციებიდან. გაიხსნა. აი აქ არის ჩამოწერილი ტენდერი, შესყიდვის საშუალება, შესყიდვის ობიექტი, ინფორმაცია ტენდერის ჩატარებაზე, შედგა არ შედგა, შეწყდა. აქ ჯობია ჩამოწეროთ 1, 2, 3. იმიტომ რომ შემდეგ სორტირების დროს მოგხსნებს აი სხვა შემდგარი, შეწყვეტილი და არ შემდგარი ტენდერების შესახებ ინფორმაციას. რეგიონების მიხედვით განაწილებას რაც შეეხება, აქ ზოგჯერ პირდაპირ მისამართი სადღაც საფუთებში წერია და იქ რო არ ვეძებოთ, აი აქ მაგალითად გუბის წყლის საჯარო სკოლა, ზუსტად არ ვიცი და ამიტომ დავგუგლავთ, ნახავთ რომელ რეგიონშია, კახეთია, იმერეთია, თბილისია თუ სადაა. ნუ ამ კერძო შემთხვევას დავგუგლავთ. და მივუთითებთ რეგიონში თბილისი, იმერეთი, კახეთი და ასე შემდეგ. სავარაუდო ღირებულება წერია აი აქ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 50000 ლარი. ჩავწერთ 50000 ლარს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაში. რეალურ ღირებულებაში წერთ იმ ღირებულებას, რა ღირებულებით, ანუ რა ფასადაც შედგა ტენდერი თუ რაც ქვია რა, აი ბოლო შეთავაზება, თანხა 44277. ანუ შეთავაზებებში გადავდივართ და აქ ვაფიქსირებთ ბოლო შეთავაზებას და შემდეგ Excel-ში რეალურ ღირებულებაში, ან იგივე ბოლო შეთავაზებაში ამას გადავასწორებ, ჩავწერთ 44277 და ეკონომია ვაჭრობის შედეგად ავტომატურად აი ეს გრაფა აჯამებს რამდენიცაა ეკონომია ვაჭრობის შედეგად. რაც შეეხება დანარჩენ გრაფებს, ტენდერში მონაწილე მიმწოდებლების რაოდენობა წერია აი აქ, გარედანაც პირდაპირ შეიძლება. ტენდერში მონაწილეთა რაოდენობა 1. ჩავწერთ 1-ს. შემდეგ მეორე თუ აქ არა აქ უნდა ჩამეწერა 1. აქ თბილისი მაგალითად, თორე გუბის წყალი ზუსტად არ მახსოვს სადაა თბილისი. ინფორმაცია ტენდერის ჩატარების შესახებ. ინფორმაცია ხელშეკრულება დადებული. აი აქ ჩავწერთ რომ ტენდერი შედგა, ან იგივე ხელშეკრულება დადებულია. მთავარია რომ აქ ჩავწეროთ 1 და შემდეგ რაც საჭირო იქნება იმის მიხედვით სორტირებას გავაკეთებთ. ნუ აი აქ უკვე არის ტენდერი შეწყვეტილია. ტენდერი შეწყვეტილიას შემთხვევაში წერთ 3-ს. ტენდერის არ შედგომის შემთხვევაში წერთ 2-ს. ანუ აი ნიშნებსაც რო დავაკვირდეთ აქ
როდესაც არ შედგა ერთი ხაზი აქვს დიაგონალზე გადასმული, როდესაც შეწყვეტილი აქვს, x-ი აქვს გაკეთებული და როდესაც ტენდერი შედგა, არის მწვანე გაზეთის ფორმის რაღაც ნიშანი. შემდეგ შესყიდვის ობიექტში ვწერთ, გავხსნით და შენობის დასრულების სამუშაოები. ამას ჩავწერთ შესყიდვის ობიექტში. ან კოდი ჩავწეროთ, ზუსტად არ ვიცი და თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება. შესყიდვის საშუალება პირდაპირ არის მოცემული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. ეს გარედანაც აწერია პრინციპში სულ პირველ ხაზზე. გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ისე. სხვა ჯერჯერობით არ შემხვედრია, სავარაუდოდ აქ სულ ეს ორი იქნება მოცემული. ამიტომ აქაც შეგვიძლია მოვიქცეთ შემდეგნაირად. ჩამოვწეროთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს გამარტივებულ შესყიდვას მივანიჭოთ ერთიანი, გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს მივანიჭოთ ორიანი, ელექტრონულ ტენდერს სამიანი, კონსოლიდირებულ ტენდერს ოთხიანი და რაც მეეჭვება რომ ბოლო რაცა პროექტებს რომ აღარ მახსოვს, მაგი იყოს, მაგას ხუთიანი, რომ შემდეგ აქაც სორტირება დაგვჭირდეს. ამასაც Excel-ში ჩავწერ და გამოვაგზავნი დამუშავებულ Excel-ს. გამოვაგზავნი დამუშავებულ Excel-ს. შემდეგ შესყიდვის საშუალება გასაგებია ტენდერში ჩავწეროთ თვითონ ტენდერის გრაფაში მოცემული სატენდერო განცხადების ნომერი და მე ამ გრაფას მე მივანიჭებ უნიკალურობას, თუ რაც ქვია. ერთ წამით დაველოდე რა. რომ არ გამეორდეს ეს რიცხვი. მოიცა რა. არ გამეორდეს ეს რიცხვი და შემდეგ შეიძლება დაგჭირდეს ეს. მოკლედ სულ ესაა და თუ რამე იქნება კიდე გადავიღებ ვიდეოში.